გესალმებით, მიესალმებით ტელემაყურებელს, გილოცავ და ულოცავ ყველას ახალწელს და შობას, განსაკუთრებით სწორედ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღეს საპატიმროში არიან, იზოლატორში არიან და აბსოლუტურად უსამართლოდ გაუგებრად ყოფებიან ამ დაწესებულებაში, იმიტომ რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს მათი ყოფნისა. ამიტომ ბუნებრივია მათ მიმართ განსაკუთრებული სოლიდარობა და განსაკუთრებული პატივისცემა გამოსახატი და პირველ რიგში მანძე უნდა ვიზრუნოთ. მაგრამ მე მგონი ქართულ ოცნებად, როგორც ნებისმიერი სხვა ავტორიტარული რეჟიმი პატიმრებს იყენებს სავაჭროდ. და ამიტომ ხდება ხოლმე რომ ყოველთვის რაღაც გარკვეულ პერიოდში, ამას აკეთებს ლუკაშენკოს აკეთებდა და ასე შემდეგ, პატიმრებით სპეკულირებს, მაგალითად ითხოვ რაღაც სერიოზულ პოლიტიკურ მაგალითად მართლმადიდებლთა დათმობას, სიტყვაზე არჩევნებს და ამ დროს გიპატიმრებს ხალხს და ყურადღება გადმოვიდეთ, რომ ჩვენ საზოგადოებას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, თქვათ რომ რადოს პატიმრებია ჯერ არჩევნებს მიხედავთ. ამიტომ ცოცხალი ადამიანია და ყოველ წუთი, ყოველ წამით არის ძვირფასი მათი ჯანმრთელობისთვის, აღარ ვლაპარაკობ. ამით სარგებლობს. და მით უმეტეს, რა თქვენ კაციაზე თქვით, ანუ შეგნებულად ხდება გამკაცრება მათი რეჟიმისა, რომ რათა ჩვენ შევშფოთდეთ და ბუნებრივი ადამიანია და ჩვენ არ ვიცით რატო აკეთებენ ამას. ამიტომ მთელი ენერგია გადადის პატიმრებზე და ეს არ არის ახალი. ნებისმიერ დიქტატორულ რეჟიმში პატიმრებით ხდება სპეკულაცია. მე არ გამოვიცხარო ეს 51 ადამიანი, ვინც დღეს ასე სულად დაუსახურებლად იმყოფებიან პატიმრობაში, რაღაც მომენტში დასავლეთის თხოვნით, რაღაც ფორმით მოხდეს რაღაც კეთილშობილი ნაბიჯის გადადგმა და მათი განთავისუფლება ოღონდ იმ პირობით, რომ სხვა საკითხები აღარ იქნება მოხსნილი დღისასწრიდან, მაგალითად არჩევნები. ანუ სხვა ლოგიკა არანაირი არ არის, რატომ უნდა ყავდეთ ეს ადამიანები დაპატიმრებული, ამიტომ საჭიროა ჩვენი პრინციპულობა, კატეგორიულობა, შვიდი პოლიტიკა, სამშვიდობო, მაგრამ რა თქმა უნდა პრინციპულად ვიცოდეთ, რომ ეს მოსალოდნელია, რომ სავაჭროდ იქნას გამოყენებული და გაგვიცვალონ მათი განთავისუფლება, მაგალითად იმაზე, რომ მოდით არჩევნები გადავიტანოთ რაღაც შემოდგომისთვის, ასე ამ ტიპის რაღაც შეიძლება საკაცები იყოს. სხვა ლოგიკას მე ვერ ხედავ, რა თქმა უნდა, საჭიროა გაათკაცებული აქტიურობა, რათა ეს ახალგაზრდები ნამდვილად და მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, რომ რეჟიმი არაპირებს უკან დახევას, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ახლა, როცა ამას ვსაუბრობთ, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენც არ უნდა დავიხიოთ უკან. ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ გაათმაგებულად უნდა ვიბრძოლოთ. ასეთი არის ახლა მოცემულობა და სხვადასხვა ძალიან საინტერესო 15-ში არის გაფიცვა, პიკეტირება. ფიქრობთ თუ არა ეს ამაზეც მინდა გავამახვილოთ ყურადღება, ფიქრობთ თუ არა რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა ამ აქციებისა, ფიქრობთ თუ არა რომ შესაძლოა, ანუ 2400 ხელმომწერი ყავს უკვე ბიზნეს გულისხმობ პეტიციას, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს ხელმოწერის გარდა. ფიქრობთ თუ არა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩაში იდგნენ გაფიცული თანამშრომლები და ბიზნესმა კონკრეტული ქმედებით გააგებინოს ხელისუფლებას, რომ ამ პირობებში ყოფნას არაპირებს და ამ პირობებში არც ბიზნესის კეთებას არ აქვს პრინციპში, არც არ ვიცი, აზრი და არც შესაძლებლობა იქნება ამისაც სანქციებს თუ გავითვალისწინებთ. თუ ახლა წარმოვიდგენთ ბიზნესმენების ადგილზე, ყავს მეგობრები, მაგრამ მაინც უფრო ჰიპოთეტურ რაღაც მოსაზრებას გამოვთქვავ, არ მგონია რომ რომელიმე ბიზნესმენს უხაროდეს და უნდოდეს მომავალში აღმოჩნდეს რუსული ბიზნესის ნაწილი. პირიქით, ისინი როცა ბიზნესს აწყობენ და მოგებაზე ფიქრობენ და რაღაც გარკვეულ წარმატებაზე ფიქრობენ, წარმოდგენა აქვთ ევროპა და ევროპული ბიზნესის კონცეფციებს ქმნიან. და ამ დროს ქართულ ოცნება თავაზობს მათ ისეთი ბიზნესის მოდელები ააწყონ, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს რუსეთთან. ამიტომ ყველამ უნდა გავესიგზეგანოთ, ჩვენ რა გვინდა, ჩვენ ეს ფული რაში ვხარჯოთ, რისთვის ვხარჯოთ, რომ რუსეთში მივდიოდეთ, ერთმა ევროპელმა საკუთარ ბაღალჩინოსანმა მეგობარმა მითხრა, თქვენ რა გინდათ საბოლოო ჯამში, რომ ჩვენ ევროკავშირმა გადავიხადოთ ფული თქვენს რუსეთში გზავრობაზეო, ანუ თქვენი ბილეთის ფული ევროკავშირმა გადაიხადოსო, ანუ ესე არ იქნება მუდმივად. ანუ ბიზნესს ეს უნდა ესმოდეს, რომ ვინც იცავს ჯერ კიდე ბიზნესს და გონია რომ გვერდზე არიან და ბიზნესი სხვა და პოლიტიკა სხვა. ადრეთო გვიან ისინი გაიღვიძებენ რუსეთში. აი იმ კორუმპირებულ რუსეთში, სადაც სულ სხვანაირი ბიზნესის აწარმოება. თუ დღეს არ ამოიღეს ხმა, თუ დღეს არ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ესე მოხდება. ამიტომ საჭირო რა თქმა უნდა ამ გაფიცვების მიმართულებით საჭირო ნაბიჯების გადადგმა. მე მას გონია რომ ეს პირველი გაფიცვა არის ეს მოსინჯვითია, რათა ნახონ როგორ გამოდის, რა გამოდის, მაგრამ საჭირო შეიქმნას საგაფიცვო კომიტეტი. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია პირდაპირ გაფიცვის უფლება. ეს გაფიცვა ეს არ არის რაღაცა ჰაერზე წამოსასროლი ან და ვიღაცამ რო დაგვაყვედროს გაფიცვა. გაფიცვა არის უფლება, რომელიც კონსტიტუციაში კაფეოთა გაწერილია. მუხლი არ მახსოვს, მაგრამ
ადამიანის უფლებათა იმაში ნაწილში. და ამ ფონზე კარგი იქნება თუ სხვა დიდ ქალაქებში თუ პატარა ქალაქებში შეიქმნება საგაფიცო კომიტეტები, ვნახავთ რისი საშუალება გვაქვს, რისი გაკეთება შეგვიძლია, რისი გაკეთება არ შეგვიძლია და შესაბამისად გვერდზე გადავდოთ, გაკეთება შეგვიძლია ის ვაკეთოთ, მაგრამ საქართველოს პატარა სახელმწიფოა და შესაბამისად იოლია აქ ასეთი აქციებით აიძულო ხელისუფლება წამოიყვანოს დათმობებზე. ამის მშვენიერი მაგალითია ფაშინიანმა რო გააკეთა სომხეთში რამოდენიმე წელს უკან, როცა მან მოახდინა ასე საზოგადოებრივი ესეთი მობილიზაციით, მის წინააღმდეგ იყო ყველა ტელევიზია, მას ტელევიზიას კი არ ჰქონდა საკუთარი და სამი ოლიგარქი იყო მის წინააღმდეგ, ერთი კი არა, სამი ოლიგარქი იყო. მიუხედავად ამისა, ხალხს დაეყნო, ფული მას არ ჰქონდა, ტელევიზია მას არ ჰქონდა და გაიმარჯვა. მეტის მერე ომი წააგო და მაინც გაიმარჯვა არჩევნებში. იმდენად ხალხი ენდობოდა. ამიტომ საჭიროა მთელი ყურადღების გადატანა ხალხის ნებაზე, ხალხის ინტერესების დაცვაზე და ახსნაზე. თუ არ გადავდგეთ ჩვენ პრინციპული ნაბიჯები, ჩვენ აღმოჩნდებით ერთ საშინელ დღეს რუსეთის შემადგენლობაში. ამიტომ ვინც წამოიწყო ამ გაფიცვის იდეა, მე მგონი რომ ძალიან კარგია და მიესალმები მას, ოღონდ კარგად მიიღოს გათვლილი, რათა მაქსიმალური ეფექტი მიიღოს, მაგრამ რომ გაფიცვები დიდხანს ვერ იქნება. შეიძლება იყოს ერთდღიანი ეფექტური და შეტყობინება, რომ ჩვენ გაკეთება შეგვიძლია უკვე 3 დღე შეგვიძლია. თუ ვეჭყვას ვერ მოიგე, მე შეიძლება უკვე 2 დღიანი გაკეთდეს და ასე შემდეგ. კი ბატონო, აი მე მინდა რომ იმ განცხადებას დაუბრუნდეთ, რა განცხადებაც დღეს გავრცელდა და რომელსაც არაადეკვატურს უწოდებს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ სრულიად სამოქალაქო საზოგადოება დღეს სოციალურ ქსელებში იყო განხილვა ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ბევრი რამ დაიწერა, იუმორში შეხვდა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, როგორ უნდა აღვიქვათ საერთოდ ეს განცხადება, რომელიც შესაძლოა უკიდურესად სასაცილოა, მაგრამ ამავდროულად უკიდურესად სახიფათოა თუ გავითვალისწინებთ იმას, ვინ მართავს ხო ქვეყანას და ეს ტერმინები, ეს deep state-ი, რაღაცა გლობალური ომის პარტია, ხო, ნამდვილად ღიმილის მომგვრეველი, როგორ გაჩნდა, რა არის ამ ყველაფრის მინდა. საერთოდ მოდით გითხავთ, როგორ ფიქრობთ, აი, ვინ წერს ამ განცხადებას, რატომ, ვინ არის სამიზნე ამ განცხადების? ვინ წერს ახლა, შეიძლება მოსაზრებები იყოს სხვადასხვა, ვინაიდან მე იმ გუნდიდან მოვდივარ, ამიტომ შეიძლება წარმოდგენები ქონდეს ვიღაც, მაგრამ ახლა არ დავასახელებ. ვარ დასახელს, იმიტომ რომ რაღაც ურთიერთობები მაინც არსებობს და მირჩევნია მეტ ინფორმაცია მივიღო ამ კატეგორიის ადამიანებისგან, ვიდრე მათზე ლაპარაკი დავიბლოკო და აღარ ვქონდეს. მაგრამ აი სამიზნე ვინ არის ამ სამიზნე რა თქმა უნდა მათი ამორჩეველი ცალსახად, სხვა არავინ. ქართული ოცნება ემზადება არჩევნებისათვის. და ეს შეიძლება იყოს ხვალინდელი არჩევნები, შეიძლება იყოს ოქტომბრის არჩევნები. ანუ ისინი ხვდებიან, რომ არჩევნების შეიძლება პრობლემა შეექმნას. ამიტომ ისინი უშვებენ უკვე ამ განცხადებას ერთი დადებითი მომენტი აქვს. ჯერსეთი ისტერიკაში დაწერილია. სპირული სისულელები ასე. ისტერიკაშია დაწერილი, პარანოიდალურია, აბსურდულია და ბოდვითია. ანუ დადებითი ამაში ის არის, რომ ისინი გონზე არ არიან, რასაკეთებენ. ეს ერთი. და მეორე, ისინი ამით ელაპარაკებენ თავის პოტენციურ ამორჩეველს, თავის სხვას არავის. 25 ჯერაა ნახსენები deep state-ი, 25 ჯერ. და 12 ჯერაა ნახსენები გლობალური ომის პარტია. ნუ ეს ამერიკელმა წაიკითხოს, გაგიჟდება. ამერიკელისთვის რო იყოს დაწერილი 2-ჯერ 3-ჯერ ახსენებდნენ, მეტი არა. ეს არის აშკარად ისინი მათ ეშინიათ ახალი ტერმინის შემოღება, მით უმეტეს მათ ეშინიათ არჩევნების შემდეგი არჩევნების წაგების მას ეშინია. მე არ ვიცი რომელ შემდეგ არჩევნებს გულისხმობენ ისინი. ეს იქნება ვადამდელი არჩევნები, ეს იქნება ახალი არჩევნები, თუ ეს იქნება გარანტირებულად ადგილობრივი არჩევნები. ამ განცხადებას აღიქვამთ როგორც შესაძლო შემდეგი არჩევნებისთვის მზადებას, რაც გქონდა ომის აი პლაკატები, რაც ვიხილეთ ჩვენ, ომის თემატიკის შემოტანა, თქვენ აღიქვამთ ამას როგორც წინა საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ისინი კვლევებს ატარებენ და აშკარად იმუშავა თემამ აბა ომი გინდათ, ომი და მშვიდობის თემამ იმუშავა საზოგადოებაში. ამიტომ ეს არის ესეთი ჩავარდა სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური პარტიების, რომელიც ჩვენ პრაქტიკულად ეს თემები მე კი რაღაც ვლაპარაკობდი. როგორ შეიძლება ამასთან რა შეიძლება აი გასაგებია რომ არის უკიდურესად არაადეკვატური განცხადება, ჯერთი ანტიქართულ ნაბიჯად მონაცვლა სანქციების და როცა მათი მიზანი სანქციების არის ზუსტად დემოკრატიის მხარდაჭერა, ევროკავშირის რეზოლუციები ანტიქართულია მაშინ, როდესაც საქართველოს ცდილობს ევროკავშირის წევრობას ფორმალურად, მოკლედ ბევრი არაადეკვატური რაღაცა არის, მაგრამ როგორ რა უნდა დაუბრუნდეს კატეგორიის ადამიანებისათვის
იმისათვის რა, ვისაც ჯერა აი ამ გლობალური ომის პარტიის, ვისაც ჯერა აი ამ deep state რომელიც კაჩული მარიცის რა ეს ახალი ტერმინიც რაღაც ბევრმა თქვა რა შესაძლოა დამაბნეველი იყოს საზოგადოება. მათივე ამორჩა. ეხლა ხვალ როცა მიიღებს მნიშვნელოვან რეზოლუციებს კონგრესი, არა აი ამ დროისთვის გამოზადებულია ეს, რომ იმ ადამიანებმა, ვინც შეიძლება პოტენციალურად ხმა მისცენ ქართულ ოცნებას, რომ მიიღო მან წინასწარ კონდეს მიღებული ინფორმაცია, რომ რაც ხვალ მოხდება, ეს ამ deep state-ის, ამ ბოროტების, ამ ქართული, ამ გლობალური ომის პარტიის ნახელავია. ანუ მათ თავის ამორჩეველზე გათვალეს ხვალინდელი დღის შესაძლო შოკი, შესაძლო დარტყმა. საქმე ისაა, რომ ქართული ოცნება 4 წელი ემზადებოდა გაყალბებისათვის. როცა მათ ჩვენ გამოგვიცხადეთ, გადაგვაგდეს და გამოაცხადეს, რომ 20 წელს არ ჩატარდებოდა პროპორციული არჩევნები, გახსოვთ გავრილოვის ღამის შემდეგ მათ ოღონდ განემუხტათ ვითარება, უცებ იჩქარეს და აღიარეს, რომ 20 წელს იქნებოდა პროპორციული არჩევნები. მერე სულ მალე გადათქვეს, მიხვდნენ, რომ ძალიან და უცებ ჩაატარეს კეჭესყრა და ჩააგდეს თვითონ, არა? იქიდან მოყოლებული ისინი მიხვდნენ, წააგებდნენ პროპორციულ არჩევნებს და 4 წელი ემზადებოდნენ, რათა ჩაედენათ ის უმსგავსება, რაც ჩაედინეს ოქტომბერში შარშან. ეხლა მათ აქ ძალიან პატარა დრო. ვეღარ გაყალბა, ჩვენ უკვე ვიცით მათი გაყალბების მექანიზმები ამ დროისათვის. სად აქვს ორმოები, სად როგორ მუშაობენ, ეს პირადობის მოწმობები იქნება თუ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები იქნებიან თუ რაღაც გარკვეული ეს აპარატები თუ ეს ფარულობა და ასე შემდეგ. ანუ დღეს შეუძლებელი იქნება ისევე გაიმეორონ გაყალბება, როგორც ისინი მოეძებნათ 4 წლის განმავლობაში, რომ ვიცით, რაღაცა გამოუვათ, რაღაცა არ გამოუვათ. ამიტომ დღეს მათ დაიწყეს უკვე ხელახლა თავისი ხალხის მობილიზება, რომ არ დაკარგონ. თუ ხვალინდელმა რეზოლუციამ დააკარგვინა ამორჩეველი, მათთვის კატასტროფა იქნება. ამიტომ წინასწარ ამზადებენ, რამდენად ეფექტიურად ხო საკითხია. არჩევნების ამორჩევლების მობილიზებისთვის გაკეთებული თუ არის ამაში ეს მართლა წინასწარ ცრიან თავის ამორჩეველს, როცა ხვალ წამოვა სერიოზული კრიტიკა და ოპოზიცია აიტაცებს და სამოქალაქო სექტორი აიტაცებს და ევროპა აიტაცებს და მას მოყვება რაღაც გარკვეული ქვია ზვავის ეფექტი, წამოვა ამ ფონზე წინასწარ დღეს უკეთებენ აცრას, რომ ხვალის უძად იყვნენ. და დღეს დააბრალონ ყველაფერი ბოროტებას, ბოროტ ძალებს, გლობალურ ომის პარტიას. რაღაც მომენტში გახდება თუ არა რთული, როდესაც ჩვენ მეგობარი აქტის მოლოდინში ვართ, რომელშიც ბევრი ბენეფიტი არის ქართველი ხალხის მისამართით და ეს გამიჯნული არის და პარალელურად ვხედავთ, რომ ასანქცირებენ ივანიშვილს, გომელაურს და სხვა ადამიანებს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება არ აღიარებს, რომ სანქციები კონკრეტულ პირებზეა მიმართული და არა მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ, ხო, აი ეს უფრო რთული გახდება თუ არა, მას შემდეგ რაც წამოგვეწევა ეს მეგობარი აქტი და კიდევ უფრო ხაზი გაევლება, რომ ქართველი ხალხი კი არ არის ამ სანქციების სამიზნე. პროპაგანდა სულ უფრო გაუჭირდება. მაგალითად, უნდა ვილაპარაკოთ მოუწევ, მაგალითად ევროკავშირმა არ დაასანქცია ქართველი ხალხი, მაგალითად არ წაგვართვა ვიზა ლიბერალიზაცია, ხო? იოლა შეიძლება გააკეთა, იყო მსჯელობა ამაზე. ამიტომ ეს არის ტყუილი, ეს არის ბოდვა, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა. და ცილისწამება ევროკავშირის წინააღმდეგ, ან ამერიკის წინააღმდეგ, რომელიც აბრალებენ და რომელიც აიგივებენ მათთან ქართულ ხალხს და ქართულ ოცნებას. სანქცირება ხდება მკაფიოდ და სასახოდ პიროვნულად, პერსონალურად, ჯერჯერობით მათი სანქციები არ გადასულა მაგალითად რაღაც გარკვეულ ჯგუფებზე, მაგალითად პარლამენტის ყველა წევრზე სიტყვაზე, ან და ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს წევრებზე. არის პერსონალური სანქციები. ცალსახად მკაფიოდ უნდა ითქვას, ამ ეთერში, სხვა ეთერში პოლიტიკოსების მიერ, რომ ნუ მოტყუებინებ თავს ქართულ ოცნებას. ეს არ არის საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის კონკრეტულად ქართული ოცნების ზოგიერთი წევრის წინააღმდეგ. ქართული ხალხის მხარდასაჭერად. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ წერილში საერთოდ თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. საერთოდ არ არის ნახსენები პერსონალური სანქციები, საუბარია თითქოს მთელი საქართველოს დასაკუთრებული არის ამ სანქციები. ეს არის სიცრუე, არაფერი საერთო. აი ამ წერილს არ აქვს რეალობასთან, მაგრამ საერთო აქვს მათ მომავალ არჩევნებთან. მათ ეშინიათ არჩევნების წაგების. მათ ეშინიათ ვეღარ გაიმეორებენ გაყალბებას. ამიტომ მათ ეშინიათ დაკარგებენ ამორჩევლს. ამ დარბევებით, ამ სასტიკი ფორმით დარბევებით, ფიზიკური ანგარიშწორებით, პატიმრების საშუალებით. ეშინიათ და
თან დაკარგული ყავთ, თუნდაც 26 ოქტომბერს ვინც მისცა ხმა ქართულ ოცნებას, ის ელექტორატიც დაკარგული ყავთ, თუნდაც 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ გულწრფელი რამდენი ამორჩეველი დარჩა. ეს ბოდვითია ეს წერილი, რათა მაქსიმალურად ტვინი გამოურეცხონ ადამიანებს, შეიძლება მათი აზრით ტვინი გამოურეცხონ. იყავით გუნდის ნაწილი და თქვენგან მით უფრო საინტერესო არის რა შეიძლება ხდებოდეს გუნდში შიგნით, ვის შეიძლება უსმენდეს ივანიშვილი, სადმე ხედავთ თუ არა, არ ვიცი, ნიშანწყალს იმისას, რომ აპირებს დათმობას ივანიშვილი, სად ჩანს ეს და ან არ ვიცი, ბევრი კითხვა დავსვი ახლა, მაგრამ აი ზოგადად მაინტერესებს ზოგადი შეფასებაც რომ გააკეთოს. სად ჩანს ეს ყველაფერი? და რა არის ის, რაც ყველაზე მეტად დაასუსტებს ამ რეჟიმს? ეს არის აქციები, ეს არის სანქციები, ბიზნესი, რომელიც აი რა არის ის გადამწყვეტი ქმედება, რაც არ ვიცი, ივანიშვილს პირველში მე მგონი რომ ეს სახეები, ვისაც ივანიშვილი უსმენს, არის ძალიან ცოტა და ისინი ჩანან ხშირად სწორედ TV იმედზე პირველ რიგში. ზოგჯერ გამოჩნდებიან საზოგადო მაუწყებლობთ, მაგრამ იმედი არის ყველაზე უფრო სანდო ესეთი წყარო და პოზიტივიზმიც არის ხოლმე ზოგჯერ ეს ხალხი გამოჩნდება. და რას ხედავთ იქ, რას სამჩნევთ? იქ მე ხლა მე ძალიანაც მე რო არა ჩემი პროფესიულ საქმიანობას 100 წელი არ შევხედავდი, მაგრამ ზოგჯერ იძულებული ხო, არა, საინტერესო არის რაღაც. არა, იქ ხედავ მათ იდეოლოგიურ კრიზისს, რომ სულ აქ მთელი აგებული მთელი კონცეფცია მასზე, ბოდბაზე და მითებზე და ლეგენდებზე. ანუ რომ არაფერი საერთო მათ მიერ წარმოთქმულ პოზიციებში არ არის რეალობაში სინამდვილეში არ ხდება. ამიტომ აშკარად ეს უკვე სანქციები და აქციები, პირველ რიგში მე სანქციები, ცოტა არ გამოგვივიდეს აქ ვიღაც ტოტოლოგია, არის შემდეგი რომ ამ აქციებმა მართლაც წამოიღო სანქციები და ჩანს. და დედამიწის ზოგზე ძალიან ბევრი ქვეყანა არალეგიტიმური, ძალიან ბევრი ქვეყანა არის, რომელიც აყალბებს არჩევნებს. მაგრამ მათ ელაპარაკებიან მაინც აფრიკაში, აზიაში, რატო იმიტომ მოსახლეობა მიყვება თავის ავტორიტარს, ეშინია ავტოკრატების და დანებებულები არიან. ან სამწუხაროდ უყვარდება და პროპაგანდა ახერხებს მაინც რომ წლების განმავლობაში იგივე ვენესუელაში როცა ეხმარებოდა ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელის აქციებს, რატო ხალხი ძალიან ბევრი ხალხი 100,000-ობით 100,000 ქუჩაში იყო გამოსული. ამიტომ უარს ვერ ეუბნებოდა ამ ხალხს დახმარებაზე ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენაც ეს მომენტია. აი 42 დღე, 43 დღე 1000-ობით ადამიანი ქუჩაში. მე როცა გვაქვეყნებთ ამ ძამშოლოვანია, როცა თქვენ აქვეყნებთ ამ 100,000-ობით ადამიანის გამოსვლას ახალ წელზე, შობაზე, ცხვირის გამოსვლები, დიდი გამოსვლები რომ ეს ძალიან შთამბეჭდავია დემოკრატიისთვის, მებრძოლი ხალხის მხარდასაჭერად. და ამერიკა ხვდება, ევროკავშირი ხვდება, რომ ამ ხალხს მხარდაჭერა ჭირდება. არც ერთი ხალხი, არც ერთი ერი, არც ერთი ნაცია ასე დიდხანს არ იბრძოდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როგორც ჩვენ. არც ბალტიის ხალხები, არც ბულგარელები, რუმინელები, ანუ პოსტსაბჭოთა საბჭოთა დაშლის შემდეგ ვინც შევიდა ევროკავშირში. ასეთი შრომა, ასეთი ბრძოლა არ გადაუტანია როგორც ქართველებს. ამიტომ მათ სინდისის ქეჯნა აქვს. როგორც კი ჩვენ სახში წავალთ, როგორც კი დავიღლებით, ეს შეწყდება. ისინი ჩვენ გვეხმარებიან, ანუ ჩვენი აქტიურობა იწვევს უკვე სანქციების აქტიურობას. უკვე ხვდებიან, რომ საჭიროა ამ ხალხის მხარდაჭერა მათი დიქტატორი, მათი ავტოკრატი მართველების წინააღმდეგ. ამიტომ წამოვიდეს აქციები. ნახეთ, 14 პაკეტი სანქციებიზე გამოცხადა რუსეთის წინააღმდეგ. ეს რატო არ იცოდნენ წინასწარ? იმიტომ რომ ამოწმებენ, რა სანქცია მუშაობს, რა არ მუშაობს, რა სანქცია პატარა დოზით მუშაობს, რა სანქცია სჭირდება დოზის გაზდა. წამალივითაა დაახლოებით ეს რათა სიტუაცია ეფექტურად შეცვალო. მე ღრმა წავს, რომ წამოვა შემდეგი სანქციები. და შემდეგ ივანიშვილის ქმედებების წინასწარ განჭვრეტა შესაძლოა რთული იყოს, მაგრამ აი როგორ ფიქრობთ, რა ტიპის ლიდერი არის ის ლიდერი? არა, ამიტომ დანიოლია მის განჭვრეტა. ივანიშვილს სხვა გზა არ დარჩენია გარდა იმისა, რომ დავდგეთ ბოლომდე. ეს უკვე არის ქართული ოცნება გახდა კრიმინალური ბანდა. რა დაახევინებს მას უკან? მაინც ფიქრობთ, რომ სანქციები სერიოზული ეკონომიკური სანქციები. თუ მათი ბიზნესი იმდენად იქნება უკვე ჩამოშლილი. ამის მოლოდინი მას ახლა არ აქვს? ჯერ კიდე არ აქვს. ჯერ კიდე რატომ? მას მართლა შეერა, რომ ტრამპი შეიძლება იყოს მაშველი რგოლი თუ ეს არის ასევე რაღაცა ვერსია, რომელიც მოსახლეობას უნდა უთხრან. თავად შეერათ ამის? არა, კი, ჯერათ მათ შემდეგის, რომ საქართველოს მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე
შეიძლება ისინი ამას ავლენდნენ. საქართველოს გეოსტატიკური მნიშვნელობის ადგილზეა, საქართველოს გარდა ნავთობი, გაზი, აგრ აზერბაიჯანს ყველა პარაკებია. ჩვენ აზერბაიჯანს აზერბაიჯანზე ნაკლები რა. აზერბაიჯანში მეტი დემოკრატიაა. ყველაპარაკებიან, ელაპარაკებიან, ნამდვილად ჩვენს და გველაპარაკებიან. თავარია რომ ივანიშვილმა და ქართლოცებამ ხელი აიღო დემოკრატიაზე. როგორც კი ჩვენ მოგწეს კანდიდატობის სტატუსი, მაშინვე თქვენთანაც სხვაგან დღეს ყველა ეთერში ვიყავი, როცა მოგწეს, როცა ყველას უხარო და მე ვამბობდი ერთ რამეს, რომ ეს იყო მათთვის კოშმარი. ისინი არ ელოდნენ კანდიდატობის სტატუსის მიღებას. ისინი ბედნიერები იყვნენ, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღო და ჩვენ არ მივიღეთ. ბედნიერები იყვნენ და უცებ ევროკავშირი მიხვდარა რომ ბოდიში და ქვია ძალიან ჩაიჭრა ქართველების წინაშე, ამიტომ დაგვაწია ერთი წლის შემდეგ კანდიდატობის სტატუსი. ეს იყო მათთვის კატასტროფა. ვერ მიხვდნენ რომ ასე თუ წავიდა შეიძლება მოგწეს ყველაფერი სტატუსი რო არ მოეცათ ჩვენთვის ეს პროპაგანდისტვის იქნებოდა სერიოზული საფუძველი თუნდაც აი იმას რასაც ახლა ატარებენ რომ ერთი პროპაგანდა იქნებოდა რომ ჩვენ არ მოგწეს კანდიდატობის სტატუსი უმადურები არიან ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია გარდა იმისა რომ ვიმოძრაოთ ის როგორც მოძრაოთ რუსეთისკენ უცებ მოგწეს და გააშეშეს ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ რაც არ მივიღოთ უკვე შემდეგი ნაბიჯები ვერ შეუძლო სტატუსმაც ვერ შეუშალა ხელი პროპაგანდას რომ ეთქვა რომ ივანიშვილი არის საქართველო რეალურად ეს წერილი ამბობს რომ ივანიშვილი არის საქართველო გომელაური არის საქართველო და ხარება ყოფილა ქართველი ხალხი ამიტომ მათ გვერდზე გადადეს კანდიდატობის სტატუსი მათ აღარ ახსოვს რა არის ესა და ეს თუ იმ შეახსენებს ბუნდოვნად გაიხსენებენ მათი მთავარი ამოცანა არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ შემდეგი სიკეთეები ევროკავშირიდან ამიტომაც როცა მიხვდა კობახიძე რომ დე-ფაქტო პრემიერი რომ ევროკავშირი არ ამზად უარი თქვას ვიზა ლიბერალიზაციაზე, არ ამზად სხვა საქციებზე, ამიტომ გამოვიდა და თვითონ დაარტყა და თვითონ თქვა ჩვენ აღარ გვიდა ევროკავშირიო. ანუ ამდენხანს უნდა ელოდებოდნენ რომ ევროკავშირი იტყოდა ჩვენზე უარს და დააბრალებდნენ მათ. მაგრამ ვინაიდან ევროკავშირი ამის გამკეთებელი არ იყო და მაინც ხედავდა ქართველი ხალხის ნებას და ეს უნდა ხედავდეს მუდმივად და გაგრძელდეს ყველაფერი. ევროკავშირი ხედავდა ქართველი ხალხის ნებას, საქართველოს მოქალაქეების ნებას და ჩვენ გვიდა ევროკავშირი, ამიტომ იძულებული იყო ქართული ოცნება დე-ფაქტო პრემიერის კობახიძის სახით თვითონ გაეკეთებინა განცხადება 28 ნოემბერზე, რომ ჩვენ არ მივდივართ ევროკავშირში. სხვანაირად ვერ გააგებინეს ევროკავშირს, რომ ჩვენ არ გვინდა ეს ევროკავშირი, ჩვენ გულისხმობთ ქართლოცნება. ერთი კიდევ მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მე მინდა რომ ნანა საჯაიას სტატიიდან მონარიდი წავიკითხო. დღეს კონგრესში ქართული კოშმარის არაღიარების აქტს წარადგენენ, სხვა შორის ბევრს გონია, რომ ეს არის რაღაცა ჰიპერბოლა და ჩვენ ვუწოდებთ ასე, მაგრამ ნამდვილად ბრჭყალში სახელწოდება არის ქართული კოშმარის არაღიარების აქტი. კანონპროექტის ავტორები კონგრესმენები ჯო უილსონი, რესპუბლიკელი და სტივ კოენი, დემოკრატი არიან. ჩვენს მიერ მოპოვებული კანონპროექტის მიხედვით იგრძალება ქართული ოცნების მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობის ნორმალიზება. აკრძალვა ვრცელდება ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე, მთლიანად ქართული ოცნების მთავრობაზე. კანონპროექტის თანახმად იგრძალება ქართული ოცნების მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა. კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. ავტორებს პრეცედენტად კონგრესმენ უილსონის მიერ 2023-ში წარდგენილი ასადის მთავრობის არაღიარების აქტი მოყავთ. მას კონგრესმენმა კენჭის შარშან თებერვალში უყარა და 399 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ მას ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა მოაწერა და კანონი ძალაში შევიდა. ანუ პრეცედენტი არის ამ მსგავსი კანონის პრეცედენტი არის 2023-ში წარდგენილი ასადის მთავრობის არაღიარების აქტი. ეს არის პრაქტიკულად იშვიათად ხდება. იშვიათად ვენესუელასთან იყო ასეთი შეხვედრები, როცა მადუროს ორი არჩევნების შემდეგ ოპოზიციური ლიდერები აღიარეს პრეზიდენტებად ვენესუელის და არა მადურო. ანუ ეს იშვიათია, მაგრამ ხლეს პრაქტიკაში. რას ნიშნავს აი ეს თქვენთვის, რაზე მიუთითებს და რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამარჯვებებზე და ჩვენი მიზანი არის ცხადია ხელახალი არჩევნები და ჩვენი დაპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ აი ეს რა ტიპის, არ ვიცი, გამარჯვება არის, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს არაღიარების დამაგრება, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ამიტომ ვინც დავიწყო ჩვენ ეს წერილი
ამიტომ ეს პარანოიდალური წერილი ეს სასწრაფოდ გააკეთეს, რათა დაასტრუნწიფსება და ამ საშინელ კოშმარს, რაც მართლა მოუწევს ამის გადატერა და შოკს, რაც მათი ამორჩეველი მიიღებენ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სადღაც ვენესუელა ამერიკის გვერდზეა. და ვენესუელა ორგანული ნაწილია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისა. და სადღაც შორეულ კავკასიაში, სადაც ყველაფერი არის რუსული კონტროლის ქვეშ, ან თურქული კონტროლის ქვეშ, ან ირანის კონტროლის ქვეშ, ბჟუტავს რაღაც, სადაც რაღაც არის საქართველოს. ხალხი სადაც იბრძვის დემოკრატიისათვის. არ შეიძლება ამ ხალხის მიტოვება. ესაა მთავარი კონცეფცია აი ამ ქვია რეზოლუციებისა. იმიტომ რომ ხალხი იბრძვის დემოკრატიისათვის. შესაძლოა ეს არის მთავარი ცენტრალური გზავნილი, რომ ჩვენ არანაირი ამერიკელებს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, სადღაც ვიღაც იბრძოდეს დემოკრატიისათვის და ჩვენ ზოგი შევაქციოთ მათ. რის გამო რაღაც მიზეზი ხო უნდა არსებობდეს, როგორ შეიძლება ადამიანი წყალში იხჩობოდეს და ის მიატოვო, თუ გაქვს ყველანაირი შანსი ხელი გაუწოდო, რაღაც გადაუგდო, რათა გადაარჩინო. თუ ის ადამიანია, ამერიკელები დაფუძნებული არიან ღირებულებაზე. რუსეთის პოლიტიკა არის დაფუძნებული გეოპოლიტიკაზე. ამერიკის შეერთებული შტატები შედგა ღირებულებებზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მიატოვონ წყალში გადაგდებული ადამიანი, რომელსაც შეიძლება დაეხმარო. აი ესეთი რეზოლუციები არის მაშველი რგოლი, რათა დემოკრატიამ დაეხმაროს დემოკრატიას. ამერიკულმა დემოკრატიამ დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიას. ამიტომ რომ ესეთი ძალიან მე აღტაცებული ვარ, რომ ასეთი დიდი გიგანტური ნომერ პირველი სახელმწიფო დედამიწის ზურგზე ასე ზრუნავს საქართველოზე და ცდილობს გადაარჩინოს ეს იმ ხალხის ნება, რომელსაც უნდა თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა და დაუწუნებულია, რომ ეს მხარდაჭერა აუცილებლად იქნება რეალიზებული ჩვენს მიერ. თავარია ჩვენი აქტიურობა. ვიდრე ჩვენ ვართ ცოცხლები, როგორც ექიმი რო შევარდება, სასწრაფო დახმარების მაგარ რო შევარდება გამოძახებაზე და თუ ადამიანი ცოცხალია, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს ადამიანი გადაარჩინონ, რა სიკვდილს, ქვია. აი ესები არის, ვიდრე საქართველოში ცოცხალია, დემოკრატიისკენ სრაფვა, დემოკრატიულ სამყაროს ჩვენ არ მიგვატოვებს. ამიტომ თავარია ჩვენთან რა ხდება. ნუ გვექნება მხოლოდ გარედან დახმარების იმედი. ჩვენს აქტიურობაზე იქნება დაფუძნებული გარედან დახმარება.